ინსპირაცია გაგიწიოთ, ასე ვთქვათ, დაგაინტერესოთ თქვა ამ სფეროთი რა, მაგარი ჩემი ამ პრეზენტაციის მიზანი. ხო, მაშინ დავიწყოთ. თუ რამე კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ჩატში მოიწეროთ თვითონ პრეზენტაციის დროს, ან მითის გაკეთებით თუ შეგიძლიათ, ხო, ეგეც გააკეთეთ, ამცა საკმაოდ არ ვარ ძალიან ბევრი და რა შეგვიძლია ძალიან ესეთი არა ფორმალური სახე მივიცეთ ამ ჩვენ შევხვედრას რა. ოკეი, კაი. ან ზოგადად თავიდან რაც მე თქვა ამ სფეროში ჩავერთე, მას მერე ძალიან ახთოვანებული ვარ მოგეთ ამ სფეროში და ანუ ესე ვიცახი ხოლმე რომ AI is like a magic for me. და რატო მაგია? მე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი პროგრამისტი, წერდი ისეთ რაღაც enterprise აპლიკაციებს, ან დიდ აპლიკაციებს მონაცემთა ბაზებით და სხვადასხვა რაღაც სერვერებით და რაღაცებით. სადაც ანუ ისიც საინტერესო არის, ანუ არ ვიცი ხა თუ პროგრამისტები ხართ აქ, ზოგადად ძალიან ბევრს ძალიან მოწონს პროგრამირება და ის შეგრძნება რომ თქვა შენ კომპიუტერს აკონტროლებ და აკეთებინებ იმას რაც გინდა, ძალიან მაგარია რა და თან განსაკუთრებით ამით მე რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს რო ჭრი, რა ვიცი ბიზნეს აუმჯობესებ თანხის დაზოგვას საშუალებას აძლევ და ზოგადად ცხოვრებას აუმჯობესებ, ეს შეგრძნება ძალიან ძლიერია ხოლმე პროგრამისტებში რა. თუმცა ერთ-ერთი ესეთი ნიუანსი რაც ახასიათებს პროგრამირებას არის რომ შენ რეალურად შენ უნდა გათვალო ყველაფერი, ასე ვთქვათ რა, შენ წერ კონკრეტულ, ან შენ ეუბნები კომპიუტერს რაღაც გააკეთოს და მხოლოდ მაგას აკეთებს რა. ანუ რაც იმას გულისხმობს, რომ შენ შეიძლება შეცდომები დაუშვა, ან შენ, მოგეთ შენ ხარ ასე ვთქვათ რაღაც მხრივ როგორც პროგრამისტი ხარ bottleneck-ი, ანუ სუსტი წერტილი რა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ შენ თუ რაღაცები ვერ გათვალე, ან არ იცი რაღაც როგორ გააკეთო, მაშინ ვერ აკეთებ რა. ეგ არის ისე თქვა ტრადიციული პროგრამირების პრობლემა. თუმცა AI, ანუ ხელოვნური ინტელექტიც არის პროგრამირების, ასე ვთქვათ, მიმართულებად შეგვიძლია ჩავთვალოთ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებად ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ესეთი რაღაც ცოტა განსხვავებული მიდგომა არის თვითონ პროგრამების შექმნის. როცა შენ პროგრამისტი კი არ ეუბნები კონკრეტულად რა გააკეთოს, ხო? ეუბნები რომ აი ეს არის მაგალითები, მონაცემები, ხო? ანუ მინდა რომ როცა თქვა ამ სურათს დაინახავ, მითხრა რომ აქ არის თქვა ამ სურათზე არის, არ ვიცი, კატა, ან ძაღლი, ხო? ან რაღაცა, სხვა რამე. და მე ის ავტომატურად ხვდება როგორ უნდა დაწეროს პროგრამა. ანუ პროგრამა წერს პროგრამას, ხო? ან პროგრამა წერს ავტომატურად პროგრამას და შენ როგორც პროგრამისტმა არ უნდა იცოდე კონკრეტულად როგორ უნდა დაწეროს ეს პროგრამა, რომელიც თქვა სურათებში ამოიცნობს არის მანქანებს, ან კატებს, ან რაღაც იარაღს, ხო? ხო და ესეთი რაღაცა მე პირადად, რავი, არ ვიცი, არ მქონდა გაგებული რა და მაგიტომაც უყურებდი ამას როგორც მაგიას რა, რაღაც ძალიან ჯადოსნური რაღაცა ხდებოდა რა. ხო, სანამ კონკრეტულად გადავალთ თქვა ამ ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლების მონაცემთა მეცნიერების შესახებ საუბარზე, მინდა რომ პირველ რიგში ერთი რაღაცა გავმიჩნოთ, ხო? ანუ არსებობს ორი ტიპის ხელოვნური ინტელექტი. ხო, ესე ზოგადად ამ ხელოვნური ინტელექტს მონაცემთა მეცნიერებას, მანქანურ სწავლებას, ესე ამ სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირად გამოვიყენებ, მაგრამ რეალურად ერთ და იგივე, თითქმის ერთ და იგივე რაღაცას გულისხმობ. ასე რომ როცა ვიძახი AI, ასევე data science-იც რაღაცა იგივე თემა არის რა. ხო, ანუ როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობენ, არის ორი ტიპის ხელოვნური ინტელექტი რა. ერთი არის რომელიც ხდება ფილმებში და ასევე ფილოსოფიაში, ხო, ანუ როცა ვთქვათ ფიქრობთ მომავალში რა იქნება და რა უნდა გავაკეთოთ ახლა რომ ვთქვათ თავი დავიცვათ მომავალი სუპერ ინტელიგენტური, ასე ვთქვათ, რობოტებისგან, ხო? და მეორე არის ის ხელოვნური ინტელექტი, რომელზეც მე ვსაუბრობ
და თქვათ მე მუშაობ, ჩემი კომპანია მუშაობს, ასევე data fest-იც იქნება მაგ თემაზე, ხო, ანუ პრაქტიკული ხელოვნური ინტელექტი, ასე ვთქვათ რა. ხო, ანუ ის ხო, დასახელებს რაც შეეხება, ანუ artificial general intelligence ეძახიან აი ეს ფილმების ხელოვნურ ინტელექტს და narrow AI-ს ეძახიან აი ეს რაც პრაქტიკული რაც არის მანქანური სწავლება და ეგეთ რაღაცებს რა. ხო, ეხლა ცოტა რო ვისაუბროთ თქვა ან general intelligence-ზე. ხო, ანუ პირველ რიგში არის ესეთი პრობლემა, რომ ან ზოგადად რა არის ინტელექტი, ხო? ანუ მაგის დეფინიცია საკმაოდ ერთის მხრივ კი მარტივია, ხა შინაგანად შეიძლება ადამიანები უგრძნობდეთ, რომ აი ხო, ნახო ვიღაცა არსება ან თქვათ იგივე რობოტი ან რაღაცა მივხვდები არის თუ არა ინტელიგენტ, ხო? თუმცა ფორმალური დეფინიცია საკმაოდ ისეთი ტრიკი არის რა, ანუ ამაზე ფიქრი დაიწყო ალან ტურინგმა, მე როგორც ხვდები, ანუ ერთ-ერთი პირველი იყო ალან ტურინგი, ალბათ გეცოდინებათ ერთ-ერთი ისეთი ცნობილი კომპიუტერული მეცნიერების მეცნიერი იყო, რომელმაც იქ რაღაც ენიგმას მეორე მსოფლიო ომის დროს ენიგმას კოდი გატეხა, ხო, და ფილმიც არის მაგაზე, როგორც იცით. მან დაწერა ეგეთი სტატია, რომ ანუ როგორ უნდა განსაზღვროთ არის თუ არა პროგრამა ინტელექტი, ანუ არის თუ არა, თქვა ეს რაღაცა ხელოვნური ეს პროგრამა თუ რობოტი თუ რაღაცა, მართლა ჭკვიანი და არის თუ არა ეს ხელოვნური ინტელექტი. და მაგას ქვია ტურინგის ტესტი. რომელიც გულისხმობს ესეთ რაღაცას, რომ აი დაახსენეთ ცოტა ზოგადად რა აგიხსნათ. წარმოიდგინეთ, რომ რაღაც ორი ოთახია და მესამეში ხართ თქვენ, ან რაღაც ტესტი, ან ტესტერი, ტესტავი და ამ ტესტერს აქვს კომუნიკაცია ორივე ოთახთან. ხო, ან თქვა წერილობით სიტყვაზე, ან რავი, ეხლა შეიძლება თქვა Facebook Messenger-ით. და თუ ამ ადამიანმა ვერ შეძლო განსხვავოს, რომელი არის რობოტი და რომელი ადამიანი, ხო, ანუ ერთი რობოტია, მეორეში ადამიანი. თუ ვერ შეძლო ამის განსხვავება, მაშინ ესე იგი ის რობოტიც არის ჭკვიანი. ხო, ანუ ეს საკმაოდ, რავი, საინტერესო ტესტია, თუმცა უკვე ბევრი სისტემა არსებობს, რომელიც ამ ტესტს ლახავს რა და ხო, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურინგი ტესტი გავლილი აქვს ესეთ სისტემას. თუმცა ამ ტესტსაც რო დაუფიქრდეთ, ბევრი ასე ვთქვათ, მინუსი აქვს. ხო, მარტო საუბარი ხო არ არის, ანუ იქ ვთქვათ, რავი, იმაში ვთქვათ, რაღაც ფილმებში ხო მარტო საუბარზე არ არის, იქ შეიძლება ბევრი რაღაც სხვა მახასიათებელი აქვს ადამიანს, რაც მას ინტელექტუალურად თქვა აქცევს, ხო, ანუ არა მხოლოდ ჩატში საუბარი. თუმცა ენა და ზოგადად საუბარი საკმაოდ რთული არის და ანუ საუბარს რაც გულისხმობ, რომ თქვა რაღაც კითხვა რო დაუსვა, აზრიანი პასუხი რო გაქცეს, ხო? ანუ ეგ საკმაოდ ბევრი რამის ცოდნას მოითხოვს, ხო? გააჩნია კითხვას. ხო, ამაზე ბევრს რაღაც ვისაუბრებ, ანუ მეორე რაც თემა არის ისეთი მნიშვნელოვანი ამ ზოგადი ხელოვნური ინტელექტზე როცა ვსაუბრობთ, არის უნდა ნერვიულობდეთ თუ არა რა, ანუ უნდა გადვიცადოთ, უნდა თქვა გვეშინოდეს თუ არა მომავლის, რომ აი რას თქვა რა ფილმებში არ ტერმინატორში ან სადღაც, რომ თქვა ეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამა თქვა ისეთი გახდება, რომ მე თვით თავის თავს გააუმჯობესებს და ეს გაუმჯობესება მე უფრო გაუმჯობესებული კიდე თავის თავს უფრო უკეთ გააუმჯობესებს და ესე ასე ვთქვათ, რეკურსიულად განვითარდება და მიაღწევს ისეთ ინტელექტის დონეს, რაზეც ჩვენ ახლა წარმოადგენს კი გვიჭირს, ხო, რაღაც აი ღმერთის, ანუ ასე ვთქვათ, პირობითად ღმერთის დონეს და მე რა მოხდება კაცმა არ იცის, ხო? უნდა ვინერვიულოთ თუ არა მაგაზე, ხო? რა ვიცი, ანუ არის ორი მოსაზრება არის რა, ანუ ერთი მოსაზრების თანახმად უნდა ვინერვიულოთ, ხო? ანუ მეორე მოსაზრების თანახმად არ უნდა ვინერვიულოთ. ან მეორე მოსაზრებაში ძირითადად ის ადამიანები, ვინც თქვა პრაქტიკულად მუშაობენ ამ ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლების მიმართულებაში, მსოფლიო ლიდერებზე მოგსაუბარი, ისინი იძახიან, რომ ეხლა მაგაზე ნერვიულობას აზრი არ აქვს რა.
ერთ-ერთმა ასე თქვა გამოჩენილმა მეცნიერმა ამ მიმართულებით Andrew-მა თქვა რომ ინგლისურად ვიტყვი and worrying about superhuman AI is like worrying about overpopulation on Mars, ხო? ანუ ეხლა რო თქვა ფიქრობთ იმაზე რომ ეს ხელოვნური ინტელექტი რას გვიზავს მომავალში, დაახლოებით იგივე არის რომ აი იმას დავიწყოთ ნერვიულობა რომ აი Marsზე რომ გადავალთ და მე იქ რო ძალიან ბევრი ხალხი იქნება და იქ რო აღარ დაეტევა ხალხი, მე რა ვქნათ, ხო? ანუ ძალიან შორეული პრობლემაა, თუმცა შეიძლება პრობლემა იყოს რეალურად, ხო? ხო, ანუ ზოგადად ის ხალხი ვინც იძახის რომ უნდა ვინერვიულოთ და წინასწარ უკვე დროა რომ რაღაცები ვიფიქროთ მაგაზე და რაღაცები გავაკეთოთ, თქვა დავარეგულაციები შემოვიტანოთ და რაღაცა. მაგათაც ანუ ისე არ არის რომ თქვა რაღაც არა აქვთ არგუმენტები. აქვთ არგუმენტები, ანუ ბევრნაირი სცენარი არის ასე თქვა გაჟღერებული, რამაც შეიძლება რავი ადამიანების პრობლემა შეგვიქმნას რა. თუნდაც მაგალითად რავი ერთ-ერთი არის აღარ მახსოვს ვინ ასე თქვა გააჟღერა ეს სცენარი, მაგრამ წარმოვიდგინეთ რომ შევქმნით ძალიან ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა ან რობოტი, რომელსაც დავავალეთ რომ აწარმოოს სკრეპები, ხო, ეს თქვა ქაღალდის სკრეპები. და უთხარით რომ რაც შეიძლება ბევრი და ეკონომიური სკრეპები აწარმოეო რა. და ნუ დაიწყო ამ აწარმოება იქ რა ვიცი საბადოები მეტალის საბადოები აღმოაჩინა ახალი, თქვა იქ ძალიან ეფექტური რკინის მადნიდან რკინის მოპოვების გზები აღმოაჩინა და ასე შემდეგ რა და მერე ანუ ბოლოს რაღაც ეტაპზე ეს რკინა გამოილევა რა და შეიძლებაო ესე მოხდისო რომ ანუ ეს ხელოვნური ინტელექტი დაფიქრდება და იტყვის რომ აი ადამიანების სისხლში ხო არის რკინაო და მოდიო მაგ სისხლსო ამოვიღებოდა რკინას და გავაკეთებს სკრეპებსო რა. იმიტომ მაგამიც ის მარტო ის რომ სკრეპები უნდა გააკეთოს ეფექტურად, ხო? და ეგრე დახოცავს ყველას მოკლედ. ეგ არის ერთი ისეთი სცენარი რა. ხო. და ეგეთი ბევრი სცენარები არის კიდე, რაც შეიძლება მოხდეს. კარგი. ხო, ანუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიმართულება რაც ანუ ის რო ვთქვათ რაღაც მომავალში ხელოვნური ინტელექტი თქვა გაგვანადგურებს ყველას, შეიძლება ეგრე არ მოხდეს, ანუ მოხდეს ის რომ თქვა ჩვენ შეუერთდეთ მას, ხო? ანუ გავხდეთ კიბორგები. ანუ ეხა ილონ მასკი თქვა ის თავის Neuralink-ით რასაც აკეთებს, რა არის, ხო? ეგ ანუ twin-ი უერთდება პირდაპირ ციფრულ მოწყობილობას, ხო? და შეიძლება, არ ვიცი, რაღაც ძალიან ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი ჩვენ twins დაუკავშირდეს პირდაპირ და ანუ ისე კი არ იყოს, რომ აი ხელოვნური ინტელექტი versus ჩვენ, იყოს, თქვა ჩვენ გაძლიერებულები ხელოვნური ინტელექტით, ანუ ცალკე ის კონდეს ასე ვთქვათ რა. თქვა twin-ი გავაძლიეროთ რა ჩვენ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ეს კიბორგობა რაღაც, ანუ კიბორგის დეფინიცია რა არის, ხო? ანუ თქვა ადამიანი და პლუს რაღაც hard-disk აქვს რა, კომპიუტერს და ადამიანის ერთობლიობა, ხო? და ანუ ეს მაინც და მაინც არ ნიშნავს რაღაც ფიზიკურ ერთიანობას, ხო? ანუ რაღაც მაინც და მაინც კანში შეერთებას და twin-ში შეერთებას არ ნიშნავს, ხო? და მაგ გაგებით, ანუ ჩვენ კიბორგები უკვე ვართ, იმიტომ რომ გვაქვს თქვა რავი, ტელეფონი გვაქვს, ხო? ანუ და ეს ამაშიც ბევრი ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები არის და ამას ხშირად ვიყენებ და ამით რაღაც გაგებით ეს არის ჩვენი twin-ის და ინტელექტის extension-ი, ანუ გამაძლიერებელი. და უკვე რაღაც მოჩი ვართ უკვე რა და ეს თქვათ ეს თქვა Neuralink-ის საშუალებით ეს უფრო ეფექტური გახდება, ხო? ანუ უფრო სწრაფად მოხდება თქვა ტელეფონიდან რაღაც სხვა მოწყობილებიდან ინფორმაციის გაცვლა. იმის მაგალითად რომ თქვა დაწერო Google-ში რაღაც ტექსტი, გაიფიქრებ და თქვა მიიღებ შედეგს რა. ხო, რაც შეეხება ან თუ გაინტერესებთ ეს ზოგადად ეს თემები, როგორც გითხარით არის ორი ბანაკი, ასე ვთქვათ, აზროვნების. მარჯვნივ ვინც არიან, ეგენი არიან უფრო პრაქტიკული მეცნიერები, რომლებიც თქვათ იძახიან, რომ მაინც და მაინც ანერვიულ არ არისო ახლა. შეგიძლიათ მაგათ ნამუშევრებს გაეცნოთ ან მათ სოციალურ ქსელებს. Yoshio Bengio, Jeffrey Hinton და Ian LeCun არიან, ნუ ამ სფეროს მამები, ასე ვთქვათ რა. ხოლო ეს მეორე მიმართულება თუ გაინტერესებთ, ეს წიგნი არის ერთი Super Intelligence, Nick Bostromის, რომელიც საუბრობს ამ
ამ თემაზე რა. და საკმაოდ კარგი წიგნია და კარგი არგუმენტები აქვს. მე როგორც ვიცი, ეს ილონ მასკი, ბილ გეიტსი და ბევრი ვინც იძახის რა თქვა საფრთხე არის ხელოვნურ ინტელექტში, ამ წიგნის გავლენის ქვეშ არის რა. ისე რომ გიჩვენოთ წაიკითხოთ თუ გაინტერესებთ. ხო, კიდე ერთი რაღაც გამომრჩა. ზოგადად ხელოვნურ ინტელექტზე როცა ვსაუბრობთ და ზოგადად ინტელექტზე როცა ვსაუბრობთ, თვითონ განმარტება რა არის ინტელექტი, მან კიდე შემოდის ცნობიერების საკითხი, ეს consciousness რაც არის. და ეს consciousness-ი საერთოდ არ ვიცით რა არის რეალურად მეცნიერებაში, ეხლა ძალიან ცოტა რამე ვიცით, ასე ვთქვათ და სანამ ჩემი აზრით, სანამ მაგას არ გავარკვევთ, კონკრეტულად ცნობიერება რა არის და როგორ მუშაობს და როგორ წარმოიქმნება, მანამდე ძალიან შორს ვართ ზოგადად ესეთი ფილმების ხელოვნურ ინტელექტისგან, ასე ვთქვათ. ოკეი, კაი, დაუბრუნდეთ რეალურ სამყაროს. ხო, ჩემი ისტორიას მოგიყვებით, ეხლა მე როგორ მოვხვდი ამ სფეროში, როგორც გითხარით, ამ პროგრამისტი ვიყავ დიდი ხანი და 2011-ში მოკლედ ესეთი ისტორია მაქვს, რომ მოვიტეხე ფეხი რა. და ძალიან ცუდად მოვიტეხე, ეს მარჯვენა რენტგენის სურათი, ჩემი ფეხი არ არის, მაგრამ დაახლოებით ეგრე მქონდა რა, რკინები ჩამისვეს და დიდი ხანი მომიწია წოლა რა სახში. და მოკლედ მაგ პერიოდში 2011 იყო შემოდგომით მაშინ გამოუშვეს, ასე ვთქვათ, პირველი მუკები, ანუ massive online open course-ები. აი ხა ძალიან ბევრი რო არის, ხო, ახლა ეს უფასო კურსები, ვიდეო კურსები. ნუ ესენი იყო სამი კურსი იყო, ერთი იყო dbt-cluster.org და AI-cluster.org და ML+.org, ხო? ან მონაცემთა ბაზაზე რაღაც ვიფიქრე რომ კარგად ვიცი მეთქი და არ მინდა მეთქი და ეს ორი მოკლედ გავიარე. თან ხელოვნური ინტელექტი რაღაც ჩემ უნივერსიტეტში მაინც ნახსენები არ იყო რა. ანუ მოკლედ არაფერი არ ვიცოდი ამ ხელოვნური ინტელექტის შესახებ საერთოდ, გარდა ფილმები და რაც მქონდა თქვა ნანახე ხო ფილმებში. და ნუ მოკლედ ძალიან დამაინტერესა რა, თან დრო მქონდა რაღაცა სახში ვიყავი. ხო მოკლედ ამას ჩაუჯექი. და ჩაუჯექი და აი მაშინ მქონდა ეს რაც ნათება ტვინში რომ აუ რა მაგარია ეს მაგია სავითარი და მოკლედ მაშინ მივხვდი რომ ამის კეთება მინდოდა მომავალში. ხო, მე ეს ორი კლასი, ანუ AI კლასი და ML კლასი. AI კლასი გახდა Udacity და ML კლასი გახდა Coursera. ანუ ამათმა დაიწყეს და მე ბევრი კურსები, ანუ ცალ-ცალკე კომპანიები გაკეთდა და ბევრი კურსები გააკეთეს რა. ხო, ან მე წავედი დუბლინში, ირლანდიაში ვიყავი 5 წელი. ნუ მოკლედ მე წასვლის მიზეზი იყო რომ გარდა იმისა რომ მინდოდა რომ თქვა რაღაც საზღვარგარეთ მეცხოვრა ცოტა ხანი. ანუ მინდოდა რომ ამ სფეროში მე მუშაო რა, რაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რაც თან უკვე რაღაცები რო ვისწავლე და თან მე მაგ კურსების მერე ჩემითაც რაღაცას ვარჩევდი ხოლმე. მინდოდა რომ პრაქტიკული გამოცდილება მიმიღო რა ამ სფეროში. საქართველოში ანუ არ იყო რა ესეთი ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცოდი ვინმე თუ ამას პრაქტიკულად აკეთებდა. მაგიტომ გადავწყვიტე მოკლედ წასვლა ირლანდიაში, სადაც ჯერ მუშაობდი TripAdvisor-ში, პერსონალიზაციის ჯგუფში, ნუ პერსონალიზაციაც ეს ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულება არის. და შემდეგ Zalando-ში, რომელიც გერმანული დასაცმის მაღაზიის კომპანია არის, ძალიან დიდი, მანდაც მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით. კარგი. ხო და მე დავუბრუნდი აქ და მუშაობ Maxine AI-ში. ხო. კარგი, ეხლა ვისაუბროთ მოკლედ მე იმის თქმა მინდოდა ამით, რომ რაღაც ანუ საკმაოდ ჩემი აზრით რა, საკმაოდ მარტივი არის ეხლა განსაკუთრებით ანუ ამ სფეროში გადასვლა, იმიტომ რომ ძალიან გაცილებით ბევრი რესურსი არის ინტერნეტში, არის ბევრი ორგანიზაცია საქართველოშიც მათ შორის, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ნუ Maxine AI-ს და სხვა კომპანიებით, ბანკებიც და თქვა სხვა ორგანიზაციებიც. შესაბამისად გაცილებით მარტივი არის და ან თუ რაღაცა თქვენც დაგაინტერესებთ, მინდა გითხრათ, რომ ან მოკლედ შესაძლებელი არის ასე ვთქვათ რა, ან თავარია მონდომება და ასე ვთქვათ
მუღამი როგორც იტყვიან, რომ ან მოგეწონათ ეს სფერო. გამარჯობა, გიორგი. თუ შეიძლება რომ გითხრათ, როგორ მოხვდით, რამდენი ხანი იყავით და რა შედიოდა თქვენს მოვალეობებში? კი ბატონო, ან როგორ მოხვდი და მოხვდი, ანუ მოკლედ თვითონ მომწერეთ რა LinkedIn-ში რეალურად. ანუ LinkedIn-ის პროფილი მქონდა კარგი. თუმცა ანუ მე როგორც მოხვდი, ანუ მაინც ეგრე კი არ უნდა მოხვდეთ თქვენც რა, ანუ შეგიძლიათ გააგზავნოთ CV, ჩაოლებრივად. გაიარეთ გასაუბრებები და აგიყვანე. ანუ გასაუბრებების მოკლედ ანუ ზოგადად დიდ კომპანიებში გასაუბრებებზე რო გადიხარ როგორც პროგრამისტი ან მონაცემთა მეცნიერი, უნდა მოემზადო რა მაგ გასაუბრებისთვის. არის interview question-ები, ან მაგაზე უნდა დაარისერჩოთ, ნახოთ თქვათ, არის წიგნები არის სპეციალური, ასევე ერთი არის მაგალითად cracking the coding interview, ხო, არის წიგნი არის. სადაც არის ესეთი ამოცანები, რომელიც გიმოწმებს თქვათ პროგრამირების ცოდნას. ანუ უნდა მოემზადოთ მაგ ინტერვიუებისთვის და მე შეგიძლიათ გააგზავნოთ პირდაპირ CV-ები. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რეკრუიტერებს, უცხოურ რეკრუიტერებს, ასე ვთქვათ, ვინც სხვადასხვა ქვეყნებში არიან და ხო, ანუ და მე გაიარეთ გასაუბრებები ჩაოლებრივად. ანუ მე TripAdvisor-ში ამიყვანეს, მაგრამ მანამდე რავი გასაუბრებაზე ყოფილი ვარ, რავი Amazon-ზე ვიყავით გასაუბრებაზე, Google-ში ვიყავი გასაუბრებაზე, Spotify-ში და არასდროს არ ამიყვანეს მოკლედ. ანუ სხვადასხვა რაღაცები უნდა ცადოთ რა, ანუ ისე კი არა, მე ხაც პირდაპირ წავედი, ანუ უნდა მოემზადო და მე უნდა გაიარო ბევრი გასაუბრებები ცადობებგან და მე სადღაც აგიყვანენ რაღაც ეგეთი პრინციპია და. აი, სადაც არ აგიყვანეს იყო ეტაპები მაგალითად და რაღაც კონკრეტულ ეტაპზე აღარ იყავი ისეთი კონკურენტული სოფთან შედარებით თუ წინასწარ თუ იცოდი რა კრიტერიუმებით ეძებდნენ, უბრალოდ სადე თუ მოკლედ როგორ მოხდა ეს? კაი, ანუ Google-ზე გეტყვი, მაგრამ Google-ზე იყო ეგრე რომ წელი არ მაქვს, მაგრამ მე მგონი 2010 წელი იყო რა. და Google-ის მოკლედ თანამშრომლები ჩამოვიდნენ თბილისში. რაღაც კონფერენციასავით გააკეთეს აქ meetup-ივით რა. და ასევე გამოაცხადეს რაღაც კონკურსივით, რომ ანუ უნდა ავიყვანოთ ერთი ტიპიო რა, მოკლედ Google-შიო რა. და ეგ ეტაპები, რაღაცა ეტაპები იყო, ამოცანები უნდა მოგეხსნა. მერე შემდეგი ტური იყო და მერე ხო, ან რაღაც ეტაპები იყო, არ მახსოვს ხა ზუსტად რა. და მოკლედ მანდ მაგალითად 10 კაცში გავედი რა, ანუ top 10-ში და მერე იმათიდან ერთი წაიყვანეს, რომელიც მე არ ვიყავი რა. დანარჩენებში, ანუ Amazon-ის, Spotify-შიც, ბოლო ტურებში ხეს უარი. ხო, ანუ მე მანამდე მოკლედ აი ეს კომპიუტერ მეც ის არის პროგრამირების ოლიმპიადები რაც არის რა. მანდაც ცოტა ხანი მონაწილეობდი და ეგ ძალიან გეხმარება ზოგადად ინტერვიუ, ანუ გასაუბრების კითხვებზე პასუხის გაცემაში. იმიტომ რომ აი ეს მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმების ცოდნას ძალიან გიძლიერებს რა. მაგისთვისაც ძალიან ბევრი რესურსი არსებობს რა, ანუ საიტები არის. ახლა დამავიწყო, მაგრამ თუნდაც მომწერეთ მე და გეტყვით რა, ანუ ბევრი საიტი არის, სადაც შეგიძლია ივარჯიშო ეგეთი კითხვებზე რა. ძალიან მაგარი იქნება და სასარგებლო, მადლობა. ხო, ეხლა სხვათა შორის ცოტა შეიცვალა სიტუაცია და ბევრი ანუ გაცილებით, მე მგონი ეხლა გაცილებით ადვილი არის remote ეგრეთ წოდებული remote სამსახურის შოვნა რა. ანუ ხო, algo expert. ხო, ანუ სხვებიც არის რა. Lead code არის ერთი, lead code. ხო, და არის ასევე მაგალითად top coderi კი არა, რა ქვია, top-tali-ზე შეგიძლია თქვა თუ გაიარეთ გასაუბრება, მანდაც ისეთ საკმაოდ კარგი ანაზღაურებით სხვათა შორის შეგიძლიათ იმუშაოთ. თუმცა რავით, ანუ ჩვენთანაც ახლა მაქსიმში მაგას მოგიყვებით, ან ძალიან საინტერესო პროექტებზე მუშაობთ ჩვენ და კარგი ალტერნატივა ვართ, ასე ვთქვათ, დიდ კომპანიების, ასე ვთქვათ რა. ოკეი. ხო, აი lead code. ვი, ხო, თეონას წვიმიწერი. კარგი გავაგრძელოთ. ხო, მოდი ხა მანქანურ სწავლებაზე ვისაუბროთ. ანუ მანქანური სწავლება, ხელოვნური ინტელექტი, ხო, ანუ ეს narrow AI რაც ვთქვით, ანუ ეს რეალურ ეხა რასაც ვიყენებთ და იყენებს ხალხი, რასაც ასე ვთქვათ, შედეგები მოაქვს.
ძირითადად იგულისხმება მანქანური სწავლება რა. ანუ არის კიდე რაღაც მიმართულებები, რომელიც ვთქვათ, მანქანურ სწავლებაში, ანუ ხელოვნური ინტელექტში არის, თუმცა ისინი იმდენად ეფექტიანები არ არის და უფრო მანქანური სწავლება გულისხმობს ყველა, როცა ხელოვნური ინტელექტი წახის რა. კაი, ეხლა პატარა მიმოხილვა გავაკეთე რა არის მანქანური სწავლება. მანქანური სწავლება იყოფა დაახლოებით 3 კატეგორიად. სხვადასხვანაირად შეიძლება დაყო, თუმცა ერთ-ერთი დაყოფა არის თვითონ თვითონ მოდელების გაწვრთნის მეთოდებით. მაგასაც ახლა გეტყვით რას ნიშნავს ეგ. ხო, ანუ მოკლედ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ანუ ჩვეულებრივი პროგრამასა და მანქანურ სწავლებას შორის განსხვავება, ხო? ანუ პირველი არის, რომ იქ პირდაპირ წერ შენ რაც კიდე რომ კომპიუტერმა გააკეთოს და აქ მანქანურ სწავლების შემთხვევაში ან გაქვს მონაცემები, ხო? და ამ მონაცემებისა და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით ქმნი პროგრამას, რომელსაც ძირითადად მოდელს ეძახიან ხოლმე, ანუ მანქანური სწავლების მოდელს, ქმნი პროგრამას, რომელიც აკეთებს იმას, რაც კიდე რომ გააკეთოს. ეხლა ანუ მაგალითად რომ ავიყვანოთ რა, თქვათ გაქვს იმეილი, ანუ გინდა თქვათ გააკეთო სისტემა, რომელიც ხვდება ავტომატურად არის თუ არა კონკრეტული იმეილი, რომელიც მოგივა შენ ინბოქსში, სპამი. ანუ სპამი არის თუ არ არის სპამი, ხო? ანუ უნდა განარჩიოს, გარჩიოს, გინდა პროგრამა, რომელსაც გადასცემ იმეილის ტექსტს და უნდა დაგიბრუნოს სპამი არის თუ არ არის სპამი, ხო? და ამისთვის ამის გაკეთება როგორ შეგიძლია, ანუ უნდა გქონდეს ბევრი იმეილები, თვითონ იმეილის ტექსტები, ასე ვთქვათ რა, მისამართები კი არა, თვითონ კონკრეტული მეილები რა. სადაც იქნება რაღაც ნაწილი სპამი და რაღაც ნაწილი არასპამი. მე გაქვს მანქანური სწავლების ალგორითმი, რომელიც ეგეთები არსებობს, თქვა სტანდარტული ალგორითმები და ამ ალგორითმს ეთქვი, რომ აგერ არის მონაცემები, ესენი არის სპამი, ესენი არის არასპამი და ეხლა ისწავლე შენ, ანუ დაატრეინინგე, ასე ვთქვათ, მოდელი, ანუ მეორენაირად არის, რომ შექმენი პროგრამა, რომელიც განარჩევს ამ ორს ერთმანეთისგან. და ანუ გაუშვებ, ასე ვთქვათ, ამ პროგრამას, მე რაღაც დრო ჭირდება, ან ტრეინინგი ხდება ამ დროს, ანუ ეს მანქანური სწავლების ალგორითმი მუშაობს, ხო, ანუ რაღაც დრო ჭირდება, ოპტიმიზაციას აკეთებს რა, ანუ აუმჯობესებს ამ მოდელს iterატიულად რა, ანუ თავიდან რაღაც თქვა 5 წუთში შეიძლება თქვა რაღაცა შედარებით სუსტი ალგორითმი კონდეს, მაგრამ თქვა ერთი ნახევარსაათის მერე, ან თქვა ერთი დღის მერე უფრო ძლიერი, ხო? ან რაც დრო გადის, უფრო აუმჯობესებს ამ ჩვენ მოდელს. და მერე შედეგად გექნება უკვე ეს პროგრამა და ამ პროგრამას რო გადასცემ ახალ უცნობ მეილს, ის შეეცდება რომ მაქსიმალურად აკურატულად იწინასწარმეტყველოს, რომელი მეილი არის სპამი და რომელი არ არის სპამი. რამე კითხვები ხო არა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ოკეი. კაი. ხო, ანუ, როდესაც ფიქრობთ მანქანურ სწავლებას და მოდელზე, ანუ ის იმ პროგრამაზე, რომელსაც თვითონ ალგორითმი ქმნის, ხო? მე ყველაზე კარგი ანალოგი მაქვს ადამიანის ინტუიცია რა. ანუ ადამიანის ინტუიცია და ადამიანის ცოდნა რა, აი ამაზე რო ვფიქრობთ ახლა. აი მაგალითად ვთქვათ, არ ვიცი, მანქანის ხელოსანი, ხო? ან თუნდაც ექიმი. ვთქვათ, როდესაც ან ერთი ან მეორე რა, დიდი ხანია უკვე მუშაობს ამ სფეროში, ვთქვათ, დიდი გამოცდილება აქვს. ამ ადამიანს უკვე ვითარდება ეს ინტუიცია რა და შეუძლია რომ ვთქვათ, არის პაციენტს შეხედოს, ვთქვათ, ექიმმა და რაღაცა ის კონდეს, წინადგრძნობა, ეს ინტუიცია კონდეს, რომ რაღაცა კონკრეტულად, ვთქვათ, ეს ჭირს, ან
შეიძლება ჭირდეს რა, ანუ ეს ინტუიცია ქონდეს. და რო ვკითხო, თქვათ, შეიძლება ვერც აგიხსნას კონკრეტულად რატო. ანუ შეიძლება ვერ აგიხსნას ზუსტად რატო ფიქრობს ეგრე რა. რო თქვათ საჭიროა რაღაცა კონკრეტული ანალიზი. იმიტომ თვითონაც ვერ ხსნის რა, უბრალოდ ეს ინტუიცია აქვს რა, ეს გამოცდილება, რასაც ქვია, ხო? რომ გამოცდილებით იწახის რა, თქვათ, რაღაც გონია რომ თქვათ, შეიძლება ეს დაავადება იყოს და მოდი ამიტომ ეს ანალიზები გავუკეთოთ რა. ან თქვათ ეს მანქანის ხელოსანმა შეიძლება მანქანის ხმაზე მიხვდეს რა პრობლემა აქვს მანქანას რა. ხო? ანუ ეს ინტუიცია არის ერთი თქვათ გზა და მეორე გზა არის რომ თქვათ მანქანის ხელოსანმა არის კონკრეტულად ჩამოწეროს აი მიზეზები რომ აი ეს რა ხანესია, მაგიტო ჭირს ესე, ხო? ანუ იდეაში ორივე საკეთებს ხოლმე რა. თუმცა ხშირად, ასე ვთქვათ, ჯერ ინტუიცია აქვს ხოლმე და მე ასე ვთქვათ, ამ ინტუიციის ვალიდაციას აკეთებს ხოლმე, თქვათ, სხვადასხვა რაღაცების შემოწმებით, ხო? ანუ იქ არის დიაგნოსტიკი თუ რაღაცებით რა. ხო და ეს მანქანური სწავლების მოდელი, ხო, აი როგორ ასხვავებს ერთმანეთისგან spam emails და არა spam emails სიტყვაზე, ან თქვათ, ძაღლის სურათს და კატის სურათს, ხო? ეგეც რაღაცნაირად არის, აი ინტუიციაზე რო იფიქროთ. და დაახლოებით ინტუიციასავით არის რა. ანუ თქვათ იგივე, აი ძაღლისა და კატის სურათი როგორ უნდა განასხვაო ერთმანეთისგან, ხო? თქვათ, რა, კატას, თქვათ, უფრო რაღაც წვეტიანი ყურები აქვს, უფრო პატარა ყურები აქვს, და სხვანაირი ცხვირი აქვს. რაღაც, ანუ ეს შეიძლება ჩამოწერო კონკრეტულად რა. თქვათ, ძაღლს არ ვიცი, ყუდი აქვს, სხვანაირი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ჩამოწერო, შეიძლება რაღაცები გამოგრჩეს, მოკლედ და კონკრეტულად ვერ დაწერო ყველა кейსი რა. ანუ ეგ არის რაღაც პონჩი ტრადიციული პროგრამირება, რომ შეიძლება დაწერო, რომ თქვა if ყური აქვს ამაზე გრძელი, ესე იგი კატა არ არის. მაგრამ მარტო ყური ხო არ არის, სხვა რაღაცებიც არის. ანუ ეს if else-ებს რო დაწერა, თქვა სხვადასხვა პირობებს, მაგით მიიღებ რაღაცა პროგრამას რა. და მეორე ვარიანტი არის ეს როგორც ინტუიციას შექმნი, რომ აი ბევრი მაქვს ნახი მსგავსი და მე მგონი რომ ძალია რა. რაღაც შეიძლება კარგად ვერ ახსენი, მაგრამ მე ეს ინტუიციის მაგალითი ძალიან მეხმარება თქვათ იმაზე ფიქსირდა თქვათ რა არის ზოგადად მანქანური სწავლების მოდელი რა. ხო, ეხლა თქვათ თვითონ რო გითხარით თქვათ ეს მანქანური სწავლება იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად. ერთ-ერთი დაყოფის თქვათ განზომილება არის როგორ ატრენინგებ ამ მანქანური სწავლების მოდელს, ანუ როგორ ქმნი ამ ინტუიციას. და არის რამოდენიმე კატეგორია რა. პირველი არის reinforcement learning-ი. და ეს არის ჩემი ძაღლის ზარბაზანას სურათები. ცოტა პატარა, ეხლა უფრო დიდი არის. და ანუ ეს reinforcement learning-ის ახსნა მოკლედ მომწონს ამ ძაღლის მაგალითზე რა. მოკლედ ესეთი რამე წარმოიდგინეთ რა, ძაღლს რო ასწავლეთ თქვა რა დაჯექის ან რაღაცა მომიტანეს, ხო? ან როგორ აკეთებ რო თქვა კარგ რაღაცას რო გააკეთებს, აჯილდოებ treat-ით, ხო რაღაც საჭმელს აძლევ. თუ ცუც აკეთებს, ისჩი, ხო ან დაუყურებ ან რაღაც ისე რა. და მაგით მე ნელ-ნელა უკვე ხვდება რომ რა არის სწორი, რა არის არასწორი რა. ეს reinforcement learning-იც დაახლოებით ეგრე არის, რომ მაგალითად გინდა რომ არის პროგრამას, თქვათ, აი მაგალითად თქვათ არის აი SpaceX-ის რაკეტა რო ჯდება, თქვათ რა, პლატფორმაზე. ეგ ასწავლო, რომ აი როგორ უნდა დაждდეს ეს რაკეტა პლატფორმაზე თავისით რა. და შეიძლება გააკეთო ესე, რომ თქვათ სიმულაცია გააკეთო, ანუ სიმულირებული გარემო ქონდეს, ანუ რეალურად კი არ დაუშვა ეს რაკეტა. სიმულირებული გარემო ქონდეს და თქვათ პროგრამამ თავიდან რაღაცნაირად დასვას და დიდი ალბათობით ვერ დასვავს კარგად აფეთქდება და ეთქვი რომ რა bad boy რა ეს არ არის კაი -1 ქულა რა. მაშინ პროგრამა ადგება ცოტა სხვა რამეს მოსინჯავს, სხვადასხვა რაღაცებს მოსინჯავს. რომ მოდი ცოტა ისე ხوار დავსახავო ცოტა ისე და მე ამ სხვადასხვა ვარიანტიდან ნახავს ისეთ ვარიანტს, რომელიც უკეთესად სვავს და მე ამ შემთხვევაში აჯილდოებ ამ პროგრამას რა. და ესე ნელ-ნელა
უკეთესი ხდება უმჯობესდება ეს პროგრამა და სწავლობს ძალიან კარგად როგორ უნდა დასვას რაკეტა პლატფორმაზე. ხო, ეს reinforcement learning-ი მოკლედ შედარებით ესეთი მაგალითად პოპულარული არ არის, თუმცა ძალიან საინტერესო სფერო არის, მაგრამ რეალურად ბევრ ბიზნესის ესეთ აპლიკაციებში ამას არ იყენებენ ხოლმე რა. ხო. შემდეგი არის unsupervised learning-ი. როდესაც ჩვენ საუბრობთ მონაცემებზე, რომელსაც თქვათ გადავცემთ ამ ჩვენ მანქანური სწავლების ალგორითმს, ამ მონაცემებს აქვს ხოლმე ანუ შეიძლება იყოს ორი სახით რა. ერთი არის, როდესაც თქვათ მაგალითად წეგა რომ მოვიყვანეთ მაგალითად რომ თქვათ გვინდა სპამის და არა სპამის გარჩევა ავტომატურად. მაგ შემთხვევაში მონაცემები ქონდა როგორ ხო? ანუ ქონდა ბევრი იმეილები და თითოეულ იმეილისთვის ვიცოდით რომელი იყო სპამი და რომელი არ იყო სპამი. ანუ ეგრეთ წოდებული პასუხები ამ მონაცემებისთვის ვიცოდით უკვე. ხო და ეს პასუხები როცა გააქვს, ამ პასუხებს ეძახიან labels, ან დალეიბლებული მონაცემებს ეძახიან რა. ხო, ანუ ეგ არის ერთი ვარიანტი, რომ პასუხებიანი მონაცემები გაქვს და არის მეორე ვარიანტი, როცა პასუხებიანი არ აქვს. ანუ გაქვს უბრალოდ იმეილები გაქვს რა და შიგნით რომელი რა არის, ეგენი არ იცი რა. მაგას მაგ შემთხვევაშიც მაინც შეგიძლია რაღაცები გააკეთო რა. ანუ საინტერესო ინსაიტები ამოიღო ეგრეთ წოდებული მონაცემებიდან. და ამ მიმართულებას ეძახიან unsupervised learning რა. ანუ პასუხებიანი არის supervised learning და უპასუხო არის unsupervised learning. Unsupervised learning-ის მაგალითი შეიძლება იყოს რა, რომ აი თავიდან თქვა ადამიანები რო უყურებდნენ ღამის ცას, იქ თქვა რაღაცები იყო, ანუ რაღაცები ანათებდა, ანუ რაღაც მონაცემები იყო ცაში. და მე თქვა რაღაცები დაამუღამეს, ანუ აკვირდებოდნენ და დაამუღამეს, რომ თქვა ეს რაღაც ესე მოძრაობს, ან ეს თქვა ესე ანათებს და რაღაცა ცოდნა მიიღეს მაგედან რა. ანუ აქედან მონაცემები ჩოლები თქვა სხვა მონაცემებიდანაც შეიძლება მსგავსი რაღაცების მიღება, თქვა არის გაქვს რაღაც მომხმარებლებზე ინფორმაცია, თქვა ჩემი ბიზნესის კლიენტებზე და რაღაცებს აკვირდები, რომ თქვა ნახულობ, რომ აი ამ პროდუქტს ყიდულობს უფრო ესეთი ხალხი და ეს ხალხი და მე ეს ხალხი კიდე ყიდულობს სხვა პროდუქტს და შესაბამისად შეიძლება ეს პროდუქტი და ის მეორე პროდუქტი მსგავსი იყოს ან რაღაც რა. აი ის რა თქვა Amazon-ზე რო არის ხო? ანუ customers who bought the item also bought this. რაღაც ეგეთი რაღაც შეგვიძლია გააკეთოს სიტყვაზე რა. ხო, ეს unsupervised-იც, ну, reinforcement learning-თან შედარებით უფრო გამოყენებადი არის ხოლმე და უფრო ყველაზე პოპულარული არის მოკლედ ეს supervised learning, როცა პასუხები გაქვს და ამ შემთხვევაში რაღაც ეს რადიოლოგის სურათი მაქვს უკან, თქვათ, როდესაც რენტგენის სურათს უყურებენ, თქვათ, ხედავენ არის თუ არა სადმე რაღაცა სიმსივნე ან რაღაცა პრობლემა. მაგ შემთხვევაში თქვათ, შეიძლება კონდეს ძალიან ბევრი რენტგენის სურათი, მონიშნული ადგილებით, პრობლემებით, მე ალგორითმს გადასცე, რომ აგერ არის რენტგენის სურათები და აგერ არის რაც მე მინდა რომ შენ მომიძებნო ხოლმე და მე მაგას ისწავლის როგორ მოძებნოს და ახალ რენტგენის სურათს რო აჩვენებ, გავს რაღაცას მოგიძებნის რა. ოკეი, კაი, ცოტა დრო გრჩება შედარებით. ანუ ხელოვნური ინტელექტი, მოკლედ, გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა და რავი, ძალიან მაგარი რაღაცაა, ასევე ძალიან პოპულარულია ახლა რა, ანუ 1-10 წლის წინ, მოკლედ, დაიწყო თუ ცოტა ადრეც უფრო, დაიწყო ეს ჰაიპი, ну, თვითონ AI-ის ისტორია კიდე ცალკე თემა არის მაგაზეც. ეხლა ამაში ვერ ჩავდოთ, მაგრამ ზოგადად ეხლა ვართ ხელოვნური ინტელექტის ჰაიპზე რა, ანუ ეს ტრენდი, ანუ რაღაც 10 წლის წინ დაახლოებით მანამდე არ იყო პოპულარული, ანუ ხალხი არ საუბრობდა, არ იყო გამოყენებაში იმდენად და ეხლა ყველა იყენებს რა. ხო, და ეხლა გეტყვით რავი მაგალითებს სად არის თქვა ეს ხელოვნური ინტელექტის კომპონენტები გამოყენებული. TripAdvisor-ში ანუ როგორც გითხარით პერსონალიზაციის თემებში ყავი, ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, ასე ვთქვათ, ფიჩერი, რომელიც გავაკეთეთ ჩვენმა თიმმა. ანუ ესეთი პრობლემა არის იყო TripAdvisor-ში, რომ თქვათ ზოგი სასტუმრო რესტორანი იმდენად პოპულარულია რა, იმდენი review აქვს, რომ
რაღაც 100,000 review შეიძლება კონდეს რა. და მაგდენის წაკითხვა, ანუ ეხო მაგდეს ხოლმე რა ვერ წაიკითხოს, ანუ როდესაც თქვა ვიღაც არ ესერჩებს. თქვა რაღაც რესტორანს, ამდენ reviews ვერც გადახედავს რა. შესაბამისად რაღაცნაირად review-ები არის ინფორმაცია ესეთი ხშირად საინტერესო და მნიშვნელოვანი და იკარგება რა. და ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ, რომ გავაკეთოთ ეს აქ რა არის popular mentions, რომელიც ავტომატურად იღებს იმ ფრაზებს, იმ თემატიკას, ასე ვთქვათ, რომელზეც კონკრეტული review-ები საუბრობენ. და შენ თქვა თუ გაინტერესებს, არ ვიცი, მაგალითად რაღაც რესტორანში მიდიხარ და გაინტერესებს ღვინოზე რას იძახის ხალხი, ღვინოებზე. შეგიძლია იქ თქვა რაღაც დააწვე რაღაც ღვინოებს, ან ხო, და გექნება ეს ჩამონათვალი, თქვა უკვე იმ ფილტრი, ასე ვთქვათ, გაფილტრული უკვე ღვინოების შესახებ. ესეც ასე ვთქვათ, ესეთი კომბინაცია არის თქვათ supervised და unsupervised learning-ის, ვინმეს კითხვა ხო არ ქონდა რაც. კარგი არის ძალიან. როგორ? კარგია ძალიან, კითხვა არ მაქვს. მეწონა, აი, მოფიქრება. ხო, და ანუ ხო, ამეგი იყო იდეა, რომ თქვათ გავვადილოთ ხალხს review-ების დაკითხვა. ოკეი. კაი, შემდეგი ეხლა ეს შემდეგი რამოდენიმე არის ჩვენი თვითონ Maxine-ში რა პროექტებიც გვაქვს გაკეთებული. ეს გავუკეთეთ Cisco რო არის დიდი ტექნოლოგიური კომპანია. მოკლედ მაგათ ქონათ ესეთი პრობლემა, რომ აქვთ ეგრეთ წოდებული community, ანუ ეს ფორუმი რაც არის, სადაც ხალხი შედის და რაღაც კითხვებს უსვამენ, რაღაცებს განიხილავენ, ხო, ფორუმი არის რა. და ან საკმაოდ დიდი არის და ბევრ რაღაცებს წერენ და მარკეტინგის დეპარტამენტს მოკლედ უნდათ რომ რაღაცა ინსაიტები მიეღოთ აქედან. და ჩვენ გავუკეთეთ ესეთი რაღაც, რომ ამ ტექსტში პროგრამა ხვდებოდა რომელ პროდუქტზე საუბრობს ხალხი, რომელ ვერსიაზე და რა პრობლემა აქვს, თქვათ რაღაც კონფიგურაციის პრობლემა აქვს, რაღაც ზოგადი კითხვა და ასე შემდეგ. ანუ ეგეთი რაღაცების ამოღება შევძელით და ანუ იდეა იყო ის, რომ თქვათ არ Cisco თუ გამოუშვებს რაღაც ახალ პროდუქტს, თქვა ახალ ვერსიას გამოუშვებს რაღაცა soft-ის რა. და მე ვთქვათ რაღაცა ბაგი გაეპარა თან რაღაც პრობლემა იყო, ხალხი შევაქვს დაწერს მაგის შესახებ და ეს ჩვენი პროგრამის დახმარებით Cisco-ს მარკეტინგის დეპარტამენტი მიიღებს შეტყობინებას, რომ აი ხალხი ამაზე წუწუნებს და რამე ქენით რა. და ნუ ესენიც რაღაცას იზავდნენ, არის blog post დაწერდნენ თუ updates გამოუშვებდნენ და ასე შემდეგ. ხო, ასევე TripAdvisor-ში, როგორც იცით, ძალიან ბევრი რეკომენდაციის სისტემა არის, ისევე როგორც ბევრ საიტებზე არის, რა თქვა, YouTube-ზე, ყველგან არის მოკლედ რა ეს რეკომენდაციის სისტემები, Amazon-ზე განსაკუთრებით. ხო, ჩვენ ასე ვთქვათ, გავაკეთეთ ვთქვათ, გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტის მეთოდები ერთად გერმანული ელექტრო დისტრიბუციის კომპანიისთვის, რომელსაც შემცირეთ ხარჯები, იმის ხარჯზე, რომ თქვათ ჩვენ უწინასწარმეტყველეთ ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობა და მაგის მიხედვით უკვე რაღაცები წინასწარ გათვალეს და საკმაოდ ესეთი დიდი ფული დასუგეს. ასევე იყო ეს პროექტი, რომელიც პროდუქტის შეფუთვიდან იღებს ინფორმაციას ავტომატურად, ეგრეთ წოდებული optical character recognition-ს აკეთებს, რომელიც თქვათ, ანუ ეს და მე ამით სხვადასხვა რაღაცებს აკეთებ, ანუ წარმოიდგინე, გაქვს რაღაც ბევრი სურათი, სადაც ტექსტური ინფორმაცია დატანილი და ამ ტექსტური ინფორმაციას თუ არ ამოიკითხავს სურათიდან, ფაქტობრივად დაკარგულია რა შენთვის. და ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ მემართულება რაც არის ხელოვნურ ინტელექტში არის optical character recognition-ი, რომელიც ნიშნავს რომ სურათიდან ან PDF-დან რაღაც დოკუმენტიდან ტექსტის ამოღება და მერე ვთქვათ მაგის დამუშავება. ხო, არის მაგალითად მიკროსკოპის სურათებში რაღაცა სხვადასხვა პათოლოგიების დადგენა, არის ვთქვათ ვიდეოში, ვიდეო სტრიმში ვთქვათ იარავიანი ხელის დეტექცია, ხო, ან ვთქვათ რაღაც არის
საჯარო სივრცე, სადაც არის security კამერები და ვიღაცამ თქვა ამოიღო იარაღი, ხო? შეგიძლია ასწავლო, თქვა ხელოვნური ინტელექტის სისტემას ამის ამოცნობა რა, როგორც აქ არის მონიშნული, თქვა ციფრად. და ეს მე თქვა დაცვას რაღაც შეტყობინებას გადასცემს რა. ხო, არის თქვა ერთ-ერთი პროექტი რაც გავაკეთეთ იყო, რომ ძროხის ფერმებში ან ირლანდიაში ძალიან ესეთი ძროხის ფერმები აქვს ბევრი და მაგალითად იქ რაღაცები ხდება, ხო? ანუ ძროხები შედიან, მე ესენ წველავენ, რაღაც რეცხავენ, სხვა რაღაცებს აკეთებენ. შეგინდან აყენია კამერები და ამ კამერების საშუალებით შევძელით, რომ სხვადასხვა რაღაცების დეტექცია გავუკეთებინა. მაგალითად, რამდენი ხანი იწოლება ძროხა, თქვა რამდენი ხანს ადომებენ რაღაცის გარეცხვას და ასე შემდეგ. და შესაბამისად ამ მონაცემების შეგროვებით მე ანალიზი ხდება და თქვა ამ ფერმერებს შეუძლიათ ამ პროცესების ოპტიმიზაცია. ხო, ერთ-ერთი იდეა, რომელიც თქვა ზაფხულში ბათუმში ვიყავი და იქ ერთ-ერთ ჩემ მეგობართან მოგვივიდა, რომ ნუ ეს არ გავიკეთებია, მაგრამ იდეა არის ეს საინტერესო. განსაკუთრებით ახლა პანდემიის პირობებში არის ანუ რო წარმოიდგინოთ, თქვა ონლაინ ცეკვის გაკვეთილები რა. და ანუ პროგრამა რო იყოს ეგეთი, რომ ანუ ის რაღაც ვიდეო იმას ნახულობ, ხო, თქვა როგორ ცეკვავენ, მასშტაბელი გაჩვენებს როგორ უნდა იცეკვო და შენ ჩართავ თქვა ვებკამერას და ვიდეოში ხდება ანალიზი როგორ ცეკვავ შენ რა. და მე მაგით რაღაც ქულას გიწერს, ამით კარგად იცეკვე, ხო? ეგეთი რაღაცა შესაძლებელია, ანუ ადამიანის პოზიციის დეტექცია სურათზე ან ვიდეოში ხდება, როგორც აქ არის ნაჩვენები, ხო? ფერადი ჯოხებით, მაგით შეგიძლია თქვა ეს გააკეთო და მე უკვე ამ კუთხეების და სხვადასხვა რაღაც პოზიციების გაზომვით შეგიძლია თქვა, რომ თქვა ეს მოძრაობა რამდენად სწორად შეასრულა, ხო? ოკეი, კაი, ანუ ეს არის სტატია 2018-დან. რო ანუ მონაცემთა მეცნიერებზე ძალიან დიდი მოთხოვნა არის მოკლედ. ხელფასები მაღალია და არის nationwide shortage, ხო? ეხა განსაკუთრებით როდესაც თქვათ ანუ ეს კომპიუტერ კომპანიები გადავიდნენ remote მუშაობაზე, ხო, ამერიკაშიც ბევრი კომპანია remote-ზე მუშაობს, რაღაც მხრივ მიხვდნენ, რომ remote-ად მუშაობა შესაძლებელია და შესაბამისად საქართველოში რო არის თქვა მონაცემთა მეცნიერი, ანუ უფრო ადვილად იშოვის remote სამსახურს, იმიტომ რომ იმ კომპანიებმაც მიხვდნენ, რომ remote მუშაობა შესაძლებელია. ხო, და ნუ ბევრ ორგანიზაციებს არ აქვთ ესეთი თიმების საშუალება და ნუ ჩვენ Maxine AI ვაკეთებთ მაგას, რომ თქვა ადგილობრივი ტალანტი დავაკავშიროთ, ანუ ორ რაღაცას ვაკეთებთ რა, ანუ ერთი არის რომ ადგილობრივი ინჟინრები და ნიჭიერი ხალხს მივცეთ საშუალება რომ იმუშაონ ისეთ პროექტებზე, საერთაშორისო პროექტებზე საქართველოსთან და მეორეს მხრივ იმ კომპანიებს, რომლებსაც თქვა უცხოეთში არ აქვს თქვა იმის საშუალება, რომ თქვა თავიანთი დიდი თიმები ყავდეთ მე ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებით, თქვა იმუშაონ ჩვენთან და თქვა გამიიღონ თქვა საჭირო პროდუქტები. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის community-ს მხარდაჭერა. 2016-ში დავიწყეთ პირველი data science meetup-ები და მე რაღაც თავიდან პროაქტიულად, მაგრამ მე ეხლა ბოლო დროს ბევრი meetup-ები არ გვაქვს, მაგრამ იმედია განვაახლეთ ისევ. ხო, და ნუ მე data fest თბილისიც გვაქვს როგორც იცით, გვაქვს ასევე Facebook ჯგუფი, სადაც რაღაცებს გამიხილავთ, data fest კი არა, data science Georgia ქვია, data science თბილისი ქვია Facebook-ზე. თუ არ ხართ აქ შემოგვიერთით, ამ კიდევ ერთხელ ძალიან არ ვაქტიურობთ, მაგრამ თუ რამე კითხვებით რაღაცები გაქვთ, შეგიძლიათ დაწეროთ და ბევრი გიპასუხებთ სავარაუდოდ. ხო, ანუ ესეთი meetup-ები გქონდა ხოლმე და ხო, იმედია მალე გვექნება კიდე. და ნუ Data Fest თბილისი, რომელიც 15-17 დეკემბერს არის, არ ვიცი ზოგი არ ვიცი ნამყოფი ხარ თუ არა მანამდე ჩვენ კონფერენციაზე, ძალიან კარგი არის ხოლმე.
თან ბევრ საინტერესო სპიკერს შეხვდებით. და ასევე გაიცნობ თქვათ სხვა ხალხსაც, ვინც დაინტერესებული ამ სფეროთი და გირჩევთ, რომ შემოგვიერთდეთ. როგორც წესი ძალიან ასე ვთქვით, fun experience არის და გირჩევთ. ხო, ამ DataFest.g არის საიტი, შეგვიძლიათ მან ნახოთ მეტი ინფორმაცია. ხო, მე მგონი ეგ არის, მადლობა. რა მკითხები თუ გაქვთ, შეგიძლიათ ახლა დამისვათ. მე მაქვს კითხები, უბრალოდ აქ მშენებლობა არის და იმედია დამცალდება, რომ კითხვის დასმა მოვასწრო. ასე იგი, Smart Academy-ას ჩვენ მქონდა კურსი machine learning-ის ხო და იქ ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის, რომ მგონი თუ სწორად მახსოვს, წრფივი ალგებრა უნდა იცოდეს ხო ადამიანმა, რომელიც ამართულებით აპირებს კონკრეტული გადაწყვეტილებების დადებას. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს სკოლაში არ უსწავლია, მერეც უნივერსიტეტშიც არ უსწავლია. რამდენად რეალური არის, რომ აი ახლა ვიღაცას მოეწონა, თქვა, ჩემი საუბარი პროფესია მოხიბლა და დაიწყოს ახლა. რამდენად რეალური არის, რომ მალე შეძლოს აი ესე წინცხლად გაკეთებულ თემაში ჩართვა და რაღაც კონკრეტული შედეგების დადება, ისეთის, რომ კონკურენტულიც იყოს რა. ხო, ანუ წრფივი ალგებრა კონკრეტულად და სხვა რაღაცებიც არის იქ არის, თქვა, ცოტა კალკულუსი, ალბათობის თეორია, მსგავსი თემები არის, ხო, საჭირო. ოღონდ ან მაგალითად წრფივი ალგებრა კონკრეტულად საჭირო არის ხოლმე, ძირითადად ცოტა მერე რა, ასე ვთქვათ, რა და მერეც, ანუ იმდენად ბევრი არ არის საჭირო რა, მატრიცები თუ გაგიგიათ ხან რაღაც მატრიცების გამრავლება და რაღაც ანუ ძალიან ცოტა არის მოგეთ საჭირო და მე მგონი რომ ძალიან ადვილია მაგის სწავლა რა. ანუ მე თუ თქვა საერთოდ არ მქონია, ნუ სკოლის ასაკში ვისწავლე რაღაც, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს და ეხლა მინდა ამ სფეროში რაიმე გავაკეთო, არ შემეშინდეს და შემიძლია რომ დავიწყო რაღაცეებით კეთება და კონკრეტულ თემაში რომ დამჭირდება, მერე გავერკვე? კი. ანუ ზოგადად წრფივი ალგებრა მე როგორც ვიცი სკოლაში არ ისწავლება, ანუ ძირითადად უფრო უნივერსიტეტში ისწავლება, მაგრამ მაინც ძალიან მარტივია რა, ანუ მატრიცების გამრავლება და ესეთი არაფერი რა, ანუ და ასევე თვითონ წრფივი ალგებრის სწავლაც ძალიან მარტივი არის. აი უამრავი რესურსი არსებობს ინტერნეტში, აი YouTube-ის არხი არის, ახლა იმას განახებთ. 3 blue, 1 gray, თუ რაღაც 1 brown, ხო? აი ეს არხია მაგალითად. მათემატიკის ვიდეოები აქვს. არ ჩანს. აი ეხავე გამოგიგზავნოთ მაშინ ჩატში. შეგიძლია უბრალოდ ეგ გვერდი გაგვიზია, რომ ეხლა შენი სლაიდები ჩანს. ანუ აი ეს. აი ეს. მოკედ არხი არის 3 blue 1 brown ქვია. მან არის ძალიან მაგარი ვიდეოები, არის ძალიან კარგად ხსნის ტიპი ყველაფერს რა. მათემატიკის და მათ შორის ხელოვნური ინტელექტის შესახებაც. მან რო შეხვიდე თქვა პლეილისტში, მე მგონი წრფივ ალგებრაზე ცალკე აქვს პლეილისტი. ხო, აი Essence of Linear Algebra. რაო ეგრე მე მგონი არც ერთ სკოლაში ხსნია და არც ერთ უნივერსიტეტში ესე კარგად რა და რატო ვერ ნაისწავლოს არ მესმის ძალიან მარტივია. მაშინ შემდეგ კითხვას დავსვამ. პრაქტიკა ვახსენეთ და თეორიული ნაწილი. რამდენად ჭკვიანური არის, როდესაც ესეთი სისწრაფით ვითარდება სფერო, წაიკითხო წიგნები, რაღაც თემები გაარჩიო თეორიის დონეზე, წიგნში кейსები ნახო და ასე შემდეგ. და მერე დაიწყო კონკრეტული რაღაცების გადაწყვეტა და კეთება. თქვენ როგორ მოიქეცით, ანუ როგორ წარმართა ეს პროცესი, ჯერ ეგრევე პრაქტიკით დაიწყეთ და რაღაც ამოცანებიდან გამომდინარე განავითარეთ თქვენი ცოდნა? მე მგონი რომ ორივე ერთდროულად უნდა გააკეთოს ადამიანმა რა, ანუ თან პრაქტიკა მარტივი რაღაცებით დაიწყოს და თან თეორიაც იკითხოს რა. ანუ პრაქტიკის დაწყებას რეალურად საკმაოდ არ არის რთული რა. ანუ
Python-ში, Python-ის პროგრამირების ენაში წერება ძირითადად ეს მანქანური სწავლების პროგრამები, ანუ არის ბიბლიოთეკები, რომელიც 2-3 ხაზში დაგაწერინებს თუნდაც აი სპამის გარჩევის პროგრამას რა. ან ძალიან გამარტივებულია ყველაფერი და შეიძლება არ იცოდე კონკრეტულად იქ როგორ მუშაობს რაღაცები, მაგრამ მაინც გააკეთე პრაქტიკულად. მაგრამ როგორც წესი ხოლმე ესეთი ცოდნა არ არის მყარი და შეიძლება კითხვა რომ დაუსვა ეს რატომ მუშაობს ვერ გასცე და ვიღაც დამსაქმებლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და დაიბრაკოს ადამიანი ამის გამო რომ რაღაც ფრაგმენტს აკეთებს, მაგრამ რატო ხდება ეს არ იცის და ანუ ზუსტად ამიტომ ხოლმე რომ პროგრამირების საფუძვლებს როცა ვასწავლეთ, ვცდილობთ ხოლმე რომ ფუნდამენტი იყოს ძალიან მყარი, რაზეც მე პრაქტიკულ რაღაცებს დააშენებს რა. ანუ ხო, ანუ ორივე საჭიროა რა. ანუ მე არ მეგულისხმია რომ თქვა თეორია არ გაიაროს მეთქი. უბრალოდ არც ის არის კარგი, არც ეს არის კარგი რა. ანუ მარტო თეორია და რაღაც კონკრეტული რაღაცების გაკეთება შეიძლება ბიბლიოთეკების ხარჯზე კი კარგია და კარგია რომ რაღაცა შიშს ეგრევე გაფანტავს და შეუძლია ადამიანს რომ დაიწყოს რაღაცა და ნენელა გათამამდეს. მაშინ კიდე ერთი კითხვა თუ შეიძლება და მეტი კითხვა არ მაქვს მონიშნული როლები გუნდში, ანუ როდესაც მუშაობთ, ვინ არიან თქვენ გვერდით, ვინც გეხმარებათ მონაცემთა ანალიტიკოსი ეს, ანუ ვინ ხართ გუნდში, როდესაც ახსენებდი იქ, რომ გუნდში ვიმუშავეთ, ანუ პროგრამისტების გარდა, ვინც machine learning-ზე იმუშავეთ, და ვინ არიან გუნდში ჩართულები? ნუ პროექტების მენეჯერი თავისთავად. ხო, ეს რთული არის, ანუ გააჩნია კონკრეტულ პროექტს, ანუ ხანდახან არის შემთხვევა, რომ თქვათ თქვა ძალიან დიდ მონაცემებს თუ ეხება პროექტი, მაგ შემთხვევაში შეიძლება მონაცემთა ინჟინერები გყავდეს, რომლებიც თქვა მონაცემთა ინჟინერის ასე თქვა მოვალეობა არის ეს მონაცემების კარგად მიღება, თქვა რაღაც წყაროდან, ასე თქვა მე დამუშავება, ისე დამუშავება, რომ სწრაფად მოხდეს დამუშავება და იქ რაღაც მონაცემების ხარისხი შენარჩუნდეს. და ასე შემდეგ distributed computing-ი რაც არის. შეიძლება იყოს ინჟინერები, რომლებიც თქვათ მე დაადეპლოებენ ასე თქვათ სისტემას cloud-ზე, ანუ cloud-ის ინჟინერები შეიძლება ყავდეს. შეიძლება front-end ინჟინერიც ყავდეს, რომელიც მე ამას რაღაც იმას მისცემს, თქვათ ვიზუალურ სახეს. ან შეიძლება იყოს თქვათ ან გააჩნია პროექტი, შეიძლება იყოს ანალიტიკოსი, რომელიც აი დაშბორდებს გააკეთებს მე სხვადასხვა ანალიტიკის შეიძლება იყოს შეიძლება მონაცემები იქონდეს დასადლეიბლებელი, ანუ იქონდეს თქვა სურათები და ბევრი სურათი და ამ სურათზე თქვა რომ მოსანიშნი იყოს, თქვა რომელი არის სიმსივნე, თქვა რენტგენზე რა. და მაგისტვის ყავდეს სპეციალური ხალხის ჯგუფი, რომელიც ამათებს ნიშნავს. ეგრეთ წოდებული მონაცემთა ანოტაციის, მონაცემთა ლეიბლინგის სპეციალისტები. და ეგ თქვა თუ ეხლა მე სამედიცინო თემა არის, მაგ შემთხვევაში როგორც წესი რადიოლოგები არიან ეგეთები. თუ თქვათ ესეთი ზოგადი ამოცანა არის რაღაც სპამის და არასპამის გარჩევა, მან დრავით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვინც შეძლებს რომ გაარჩიოს ეგ და თქვათ მონიშნოს. საქართველოში გუნდებში თუ ყავთ ტესტერები, იმიტომ რომ ტესტირება ერთია კონკრეტული დესკტოპ ან ჩვეულებრივი აპლიკაციის და მეორეა ხელოვნური ინტელექტის რაღაც გატესტო რა. ანუ რამდენად სპეციფიკური ცოდნა სჭირდება და საქართველოში ამ მხრივ სპეციალიზებულები რამდენად არსებობენ? ხელოვნური ინტელექტის ესეთი სპეციალიზებული გატესტვა ამეტებზე თქვენ თვითონ ტესტავდეთ, ვინც ყველაზე კარგად ერკვევით ამ ყველაფერში? ანუ სპეციალიზებული ტესტერი არ არის საჭირო. ან თვითონ თქვათ მოდელის ტესტირებას თვითონ აკეთებს ინჟინერი. ან ცალკე ტესტერი მაგისთვის არ არის. და ზოგადად ახლა მე ეგ მოდელი რო რაღაც აპლიკაციაში იქნება ჩართული და იმ აპლიკაციის გატესტვას, ნუ ტესტერი აკეთებს უბრალოდ software tester. გასაგებია. და რა თქმა უნდა ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით მუშაობს თქვენ პროფესიას რა ქვია ზუსტად, რას ეძახით ხოლმე პოზიციას? მონაცემთა მეცნიერი, ან მანქანური machine learning ინჟინერი. ხო. ხო, და აი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე იწყებს კოდის წერას.
სწავლებას. ხო, ну ხანდახან არის ხოლმე ტექნიკური დოკუმენტი, ხანდახან უფრო არ არის, ხანდახან ჩვენ თვითონ გვქნით ამ დოკუმენტს, სხვადასხვანაირად არის ხოლმე. კი ბატონო, ხეს არ გაქვთ კითხვები? ხო, თან უნდა დავამთავროთ უკვე გადაცემას. როგორც ხვდები, კითხვები აღარ არის. ერთი რაღაცის რაღაცას დავამატებდი. პირველ რიგში მადლობა გიორგი, მგონი საინტერესო ინფოსესია გამოგვივიდა. მოკლედ გიორგი მახსენა ეს community-ის მნიშვნელობა. მე დავპოსტე კიდევაც ამ ჩატში data science თბილისის meetup-ის გვერდი, რომელიც ძალიან არაფორმალურია მართლა და როგორც ბევრ საინტერესო რესურსზე გექნებათ ცოტა ასევე ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაც ადამიანები პოსტავენ რჩევების კითხვების მისაღებად, ასე რომ მგონია რომ გამოგადგებათ, რადგან ეს მიმართულება გაინტერესებთ. რაც შეეხება data fest თბილისს, რომელიც აღნიშნეთ უკვე 15-17 დეკემბერს გაიმართება ციფრულად. სულ ვცდილობთ ხოლმე რომ ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მაგრამ ახალ კურსდამთავრებულებისთვისაც ყოველთვის რაღაცა საინტერესო შემოთავაზებები გქონდეს ხოლმე და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთვათ ჩვენს აქტივობებში. წელს შეგვიძლია ის რომ ახალგაზრდები სრულიად უფასოდ დავასწროთ ამ ღონისძიებას. ამისთვის საჭიროა რომ დარეგისტრირდეთ ბმულზე და დაელოდოთ ჩვენ განპასუხს. გაგიზიარებთ ახლა ბმულს. და გთხოვთ რომ მიყვეთ. დამატებით ინფორმაცია შეგვიძლია Data Fest-ის საიტზე მოიძიოთ. ვინ არიან ჩვენი სპიკერები, აჯენდასაც მალე გამოვაქვეყნებთ. ასევე მიიყევით Data Fest-ის Facebook-ის ან ზოგადად სხვა სოციალურ ქსელებს და ბევრ საინტერესო ღონისძიებას ნახავთ გარდა უშუალოდ Data Fest თბილისისა. ასე რომ ეს იყო ის მე პირადად რისი დამატებაც მინდოდა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგის და თქვენ რომ შემოგვიერთდით. დიდი მადლობა. ხო. დიდი მადლობა. მადლობა ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.